კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალსადევნებდით აქციას, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, აქციის მონაწილეები ითხოვდნენ დროის დათმობას და ჩვენ გვყავს უკვე სტუმრები, ეთერ თურაძე, ლიკა ზაკაშვილი, ნესტან ცეცხლაძე შემოგვიერთდნენ პირდაპირ ეთერში, თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ 8 საათიანი საინფორმაციო გამოშვების მსვლელობისას ქალბატონი ეთერ თურაძე შემოიჭრა, შეიძლება ითქვას პირდაპირ ეთერში, შემოიჭრა პირდაპირ ეთერში და მართალია მას არაფერი უსაუბრია, თუმცა ეს იყო ჩემთვის ხელის შეშლა, ქალბატონო, ისიც რომ გეთქვათ, ჩვენ ისედაც თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თქვენ ამის გამოცდილება მშვენიერი გაქვთ და დააკავებინოთ და შეგიძლიათ მიმართოთ თქვენ რომ შემოსულიყავით ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით მე დამაკავებენ, არის მერულად გააგრძელოთ ახლა. თქვენ რომ შემოსულიყავით და გეთქვათ, ისევე დაგითმობდით ეთერს როგორც ახლა გითმობთ და როგორც გითმობდით მანამდე. არასოდეს არ დაგითმეთ თქვენ ეთერი. თუ შეიძლება ეთერი შესაძლებლობა უყოს აჭარის ტელევიზიის, რომელიც ეკუთვნის ხალხს, მაყურებელს, რა მოხდა აქ ამ საღამოს. შეგიძლიათ ისაუბროთ, თქვენ გინდათ ეთერის დათმობა, გაქვთ თავისუფალი დრო, შეგიძლიათ ისაუბროთ. დამთავრეთ ისე თქვა გინდათ კიდე. მე ვთქვი უკვე ჩემი სათქმელი. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. არც მიფიქრია რომ აჭარის ტელევიზიაში უნდა მოსულიყო და მესაუბრა და ან თქვენთვის ინტერვიუ უნდა მომეცა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაქვს თქვენი მქონდა შეხედულებები რომ იყავით მიკერძოებული ტელევიზია, პროპაგანდისტული ტელევიზია და ამიტომ გარდა იმისა თუ არ იქნებოდა პირდაპირ ეთერი, მე არ ვილაპარაკებდი თქვენს კამერასთან, გუშინ თქვენს კოლეგას უთხარი ეს კიდეც რომ პირდაპირ ეთერის გარეშე არ ვილაპარაკებდი. დღეს მთხოვეს კოლეგებმა რომ მოსულიყავით აქ აჭარის ტელევიზიასთან და გვეთხოვა ეთერი და მოვედი მხოლოდ იმიტომ რომ მათ საერთოდ მოვედი. მე არ ვაპირებდი აქ ჯდომას, რომ შემოვედი, ისედაც გითხართ, რომ მე არ მინდა ეთერი, უნდათ სხვა ადამიანებს და ისინი შემოუშვით. რა მოხდა ახლა? თქვენ წაიყვანეთ გადაცემა, მე მთელი გადაცემის საინფორმაციო გამოშვება, ხო? მე მთელი საინფორმაციო გამოშვების განმავლობაში ვიყავი აქ, თქვენთვის ხელი არ შემიშლია. თქვენი შემოჭრა ეს უკვე ხელის შეშლა იყო, ქალბატონო. მრისხანება, ქვების სროლად შეგიძლიათ მოიწვიოთ. ქვების სროლა შუაშია. კარგი, დამამთავრებით და მე ილაპარაკეთ, როგორც უდად გრძნობთ თავს. შემოვიდა თქვენი აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები, ვისაუბრეთ, მითხრეს რომ გაარკვევდნენ ადმინისტრაციასთან, ხელმძღვანელობასთან და მე საინფორმაციო გამოშვების განმავლობაში ველოდებოდი გადაწყვეტილებას ეთერის შესახებ. ისე რომ თქვენთვის ხელი არ შემიშლა გარდა იმისა, რომ ინერვიულეთ. ვინერვიულეთ და თქვენ პირდაპირ იღებდით ვიდეოს, ყველაფერს მაკვირდებოდით, თმას როგორ ვისწორებდი, როგორ ვსაუბრობდით, ასე შემდეგ. ეს იყო ხელის შეშლა. კი. ეგრე იყოს, იჩივლეთ. გავაგრძელებ, შემდეგ დამორჩა საინფორმაციო გამოშვება, თქვენ გახვედით, გამოთიშეთ სტუდია, სიგნალი გაითიშა და მე ისევ მითხრეს, რომ წყალს დავლიო თუ შეიძლება. მიეწოდეთ. მე ისევ მითხრეს, რომ ჩამიწყდა ხმოვსე. მოიტანს ახლავე წყალს მოგიტანთ ყველას. ელოდებოდნენ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, ამასობაში ისევ შემოხვედით თქვენ, დაჯექით სტუდიასთან, გაიკეთეთ მიკროფონი, დაიდგა სკამები, შემომთავაზეს წყალი, მითხრეს რომ აქ უნდა დამჯდარიყავი და ასე შემდეგ. ანუ მე მივხვდი რომ ისევ ეთერში ვრუნდებოდით. ამასობაში შემოწვიდნენ პოლიციელები და ძალის გამოყენებით 4 პოლიციელი ძალის გამოყენებით გამიყვანეს სტუდიიდან. ჯერ გთხოვეთ რომ გასულიყავით სტუდიიდან. რა თქმა უნდა, დაიცავით პოლიციელები თქვენი კოლეგები. მე არ ვიცავ არავის ქალბატონო, ეს არის სტრატეგიული ობიექტი და პოლიცია იყო მოსული. მე თუ არ უთხარი და უთხარი რომ მათ არ აქვთ უფლება მოსილება ჩართული სტუდიიდან გამიყვანონ, იმიტომ რომ ეს არის ტელევიზიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. თქვენი შემოჭრის უფლება არ გქონდათ ტელევიზიაში. ტელევიზიის გადაწყვეტილება, ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და მათ არ ქონდათ საინფორმაციო წარმოებაში ჩარევის უფლება. ამის მიუხედავად მე მათ ხმა ჩამიწყეთ ასე მორჩაჩანები. ამის მიუხედავად შეგვიძლია სხვამ გაასუბროთ ამის მიუხედავად თქვენ ესა პოლიციელებმა მაინც გამიყვანეს ძალით, სპეცრაზმიც ზანიღბიანებიც კი აპირებდნენ ჩემთვის ხელის მოკიდებას და გაძევებას. მე ერთ რამეს ვთხოვდი მათ რომ ტელევიზიის თანამშრომლებს, ტელევიზიის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეთქვათ, ჩემთვის რომ დამეტოვებინა ტელევიზიის შენობა. პოლიციელებიც იცდიდნენ, მე მათ ვუთხარი რომ ეს არის ტელევიზია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი, რომ მათ გაათიშონ ეთერი და ეთერიდან გაიყვანონ ადამიანი ან შეიყვანონ. წავიდნენ პოლიციელები, არ ვიცი ვის საუბრე, მოვიდნენ და მითხრეს რომ არა, მე უნდა დავტოვო ტელევიზიის შენობა. ეს იყო ჩემთვის
ჟესტი იმის, რომ ეს ტელევიზია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი, ერთ-ერთი დანაყოფი და არა ტელევიზია. ეს ტელევიზია წლების განმავლობაში, ბევრჯერ თქვი და კიდე გამიმეორებ, ეს ტელევიზია წლების განმავლობაში იყო აჭარის მთავრობის საქმე უწყება დაწესებულება და დაუმთავრებელ სიუჟეტებს ხოტბას ასხამდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ტელევიზია კიდე ერთი თვისებით გამოირჩევა და უნარით. ეს ტელევიზია ქმნის კადრებს ადამიანების დასაპატიმრებლად. 2012 წელს ამ ტელევიზიის ხელოვნური ფაბრიკაციის წყალობით დააკავეს ამ ქალაქში 8 ადამიანი, მათ შორის იყო ერთი ქოცი დეპუტატი ახლანდელი ცოტნე ანანიძე, რომელიც მაშინ იყო სტუდენტი და მე ამ სტუდენტის დაკავების ყველა პროცესი გავაშუქე. როცა ცოტნე ანანიძე საპატიმრო დაწესებულება დატოვა ქოცმა, დღევანდელმა ქოცმა. მე მოვიდა ჩემთან საგანგებოდი და მითხრა რომ დიდი მადლობა თქვენ რომ არა მე ისევ საპატიმრო დაწესებულებაში ვიქნებოდი. მე ჩემ პროფესიული მოვალეობა შევასრულე. დღეს თქვენ, უბრალოდ 2 დღეს თქვენი ფაბრიკაციით, რატომ გვინდოდა ჩვენ რომ მოვსულიყავით თქვენთან? თქვენ შექმნით ფაბრიკაცია ამ არხმა, მზიამაღლობელთან დაკავშირებით, შექმნით ფაბრიკაცია და თქვენი გადაღებული დაჭრილი და ჩეხილი კადრებით მზიამაღლობლის გაშავების კამპანიაში ხართ ჩართული. თქვენ კადრებს იყენებთ კონკრეტულად რა ფაბრიკაციაზე საუბრობთ? გეტყვით ფაბრიკაცია, როდესაც მზიამაღლობელი პოლიცმეისტერ დგებუაძეს ურტყამს სახელში ხელს, აი ამ კადრის ფაბრიკაციაზე ლაპარაკი. ეს არის ტყუილი ხალბატონი. ერთი წამით. თქვენ შექმნით ფაბრიკაცია, თქვენ ფაბრიკაციას იყენებს ყველა არხი და თქვენ იგივე წრეზე ტრიალებთ. შექმენით მაშინ ფაბრიკაცია და დააკავებინეთ ადამიანები 8 ადამიანი შექმენით თქვენ ახლა ფაბრიკაცია და დააკავებინეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზიამაღლობელი. ეს არის ტყუილი ბრალდება ხალბატონო. რა თქმა უნდა ეს ტყუილი ბრალდება არის. თქვენ ხართ მსახურების სისტემის, თქვენ ხართ დანაყოფი. დღეს თქვენ ტელევიზია გამორთო და ჩართო პოლიცია. თქვენ ხართ დანაყოფი და მე მინდა მიმართო ახლა არ ვიცი რომელ კამერას მიმართო. თქვენ გინდოდათ ეთერის დათმობა თუ შეურაცხყოფის მოყენება ჩვენთვის? ორივე. საზოგადოებას ჩვენ მოვედით აქ რომ მივაწოდოთ ამ არხის მაყურებელს ინფორმაცია. მე მინდა მიმართო ახლა თქვენს მაყურებელს, ხალხო იცოდეთ, ამ ლოგოს ქვეშ, რასაც დაინახავთ, ეს ხალხი არის საშიში. თუ დაჭირდათ თქვენს ხმას, თქვენს კადრს, თქვენს ჩანაწერს, ყველაფერს გამოიყენებენ თქვენს წინააღმდეგ. ამიტომ გაფრთხილებთ. გინდა გაითვალისწინებთ, გინდა ნუ გაითვალისწინებთ. ამ ხალხთან, ამ მიკროფონთან, ამ ლოგოსთან იყავით ფრთხილად. ეს მინდოდა მეთქვა და მე ახლა დავტოვებ. თქვენ შეგიძლიათ ახლა გააგრძელოთ პროპაგანდა. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ და თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ. თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და თავისუფლება აჭარის ტელევიზიასაც პოლიციისგან და სპეცრაზმისგან, ასევე ივანიშვილის და პუტინის რეჟიმისგან. რომელსაც სრულიად უკანონოდ დაუსაბუთებლად შეუფარდეს დღეს პატიმრობა. მისი პატიმრობაში დატოვების არანაირი საფუძველი არ იყო. ის არც მიიმალებოდა და ვერც ზეწოლას ვერ მოახდენდა პოლიციის უფროსზე, რომელიც იყო ერთადერთი მოწმე ამ საქმეში. სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არაპროპორციულად მიუსაჯა მზიას პატიმრობა. ეს არის მისი სამაგალითო დასჯა, რომ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს შეგვეშინდეს, არ შეგვეშინდება. მზიას არ დავტოვებთ მარტოს, მზია ამაღლობას არ დავთმობთ, ნაციონალური მოძრაობაც ებრძოდა ბათუმელებს და ნეტგაზეთს ეგონათ რომ მოიგებდნენ ამ ბრძოლას, ეს ეგონია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსაც ვერ მოიგებენ, მედიასთან ომს ვერ მოიგებს ვერავინ. თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა პოლიტიკას, თავისუფლება მედიას და მათ შორის აჭარის მაუწყებელს. ასეთი იყო მოქალაქეების პოზიცია ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენებისთვის უნდათ როგორც ჩანს დროის დათმობა და ხალბატონი ეთერი არ თulis რომ პირდაპირ ეთერში შემოჭრა ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. ასეთი იყო სპეციალური გამოშვება გემშვიდობებით. ეხლა ციცრუე მიატანა